გამარჯობა, მე ამირალი ბრედ კუპერი ვარ, ზილაიოს ცენტრალური სარდლობის სარდალი. ეს არის ოპერაცია ეპიკური რისხვის მეოთხე განახლება. 22 საბრძოლო დღეს ზევას ძალებმა გაბედულად იმოქმედეს, რომ ირანისთვის მნიშვნელოვანი ძალის პროექცირების შესაძლებლობა გაენადგურებინათ. 2 დღის წინ არმიამ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საარტილერიო იერიში ზუსტი რაკეტებით განახორციელა. ქმედებამ გაანადგურა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რაც ზებენვანას ძალების შეუდარებელ რადიოურებელ რადიუსზე და ლეტალურობას ამტკიცებს. ბოლო 3 კვირის მანძილზე ირანმა მნიშვნელოვანი საბრძოლო შესაძლებლობა დაკარგა. ვანადგურებთ ათასობით ირანულ რაკეტას, მოწინავე საბრძოლო დრონებს და ირანის მთლიან საზღვაო ფლოტს, რომელსაც ისინი საზღვაო გადაზიდვების შესავითროებლად იყენებენ. მათი საზღვაო ფლოტი აღარ მოძრაობს, ტაქტიკური გამანადგურებლები აღარ დაფრინავენ და რაკეტებისა და დრონების გარშობაც ვეღარ შეუძლიათ. კონფლიქტის დასაწყისში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების ფონზე პროგრესი აშკარაა. ზემო არაუდ ძალებმა ირანზე საჰაერო უპირატესობა შეინარჩუნეს და 8000-ზე მეტი საბრძოლო ფრენა განახორციელეს. ჩვენი ეკიპაჟები გამორჩეულად მუშაობენ მთელი ოპერაციის განმავლობაში, საწვავმზიდი თვითმფრინავებიდან დაწყებული, გამანადგურებლებითა და ბომბდამშენებით დამთავრებული, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე, ყველა შესანიშნავია. საწვავმზიდი თვითმფრინავები ზრდიან ჩვენს მოქმედების არეალს, მტერზე მუდმივი ზეწოლის შესანარჩუნებლად. გამანადგურებლები და ბომბდამშენები ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ მთავარ სამიზნეებზე, ხოლო პილოტები დინამიურად პოულობენ და ანადგურებენ საფრთხეებს რეალურ დროში. ამ დროისთვის უკვე დავარტყეთ 8000-ზე მეტ სამხედრო ობიექტს, მათ შორის 130 ირანულ ხომალდს. ეს არის 3 კვირის განმავლობაში საზღვაო ძალების ყველაზე მასშტაბური განადგურება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩემი ოპერატიული შეფასება კვლავაც ისაა, რომ ირანის საბრძოლო შესაძლებლობები მუდმივად კლებულობს, ჩვენი შეტევითი დარტყმების ზრდასთან ერთად. ზემარნივარას ძალები ინარჩუნებენ გამანადგურებელ შეტევით ცეცხლს, თუმცა მინდა გამოვყო ჩვენი საჰაერო თავდაცვის მებრძოლები, რომლებიც ირანის შეტევებს კოორდინირებულად ეწიწინააღმდეგებიან. ამჟამად ჩვენ ავაშენეთ მსოფლიოში ყველაზე ფართო საჰაერო თავდაცვის ქოლგა ახლო აღმოსავლეთზე, რაც პარტნიორებთან მრავალწლიანი ინვესტიციის შედეგია. უკვე 10 წლეულია ახლო აღმოსავლეთში მსჯელობენ მტკიცე და ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის კონცეფციაზე. ის დღეს ცოცხალია და გაძლიერებული. სპარსეთის ყურეში ჩვენი პარტნიორები თავს იცავდნენ ათასობით ირანული დრონის თავდასხმისგან, რაც პარტნიორობის ძალას აჩვენებს. ჩვენ გვერდ მუშაობთ და სრულად ვართ კონცენტრირებულნი ირანის მხრიდან ვაჭრობის თავისუფალი მიმოსვლის 10 წლეულების საფრთხის განეიტრალებაზე. ხორმუზის სრუტეში ამ კვირის დასაწყისში ჩვენ რამდენიმე 2,5 ტონიანი ბომბი ჩამოვაგდეთ ირანის სანაპიროზე არსებულ მიწისქვეშა ობიექტზე. ირანის რეჟიმი ამ გამაგრებულ მიწისქვეშა ობიექტს ფარულად იყენებდა ფრთოსანი რაკეტების, გამშვები დანადგარებისა და აღჭურვილობის შესანახად, რომლებიც საერთაშორისო ნავიგაციას ემუქრებოდა. ჩვენ გავანადგურეთ ეს ობიექტი და ასევე სადაზვერო მხარდაჭერის ადგილები და გემების მონიტორინგის რადარები. ირანის უნარი დაემუქროს ნავიგაციის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტესა და მის შემოგარენში შემცირდა. ამ სამიზნეების დევნას არ შევთქვეთ. ამ კამპანიის დასაწყისში მე წერილი გაუგზავნე 50000-ზე მეტ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც ოპერაცია Epic Fury-ს მხარდაჭერას უწევენ. ჩვენს ძალებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მსახურობენ, მინდა 3 ძირითადი პუნქტი კიდევ ერთხელ გავიმეორო. პირველი, იყავით დაუნდობლად მომაკვდინებლები, ჩვენ გვაქვს ინიციატივა. მეორე, იყავით შესანიშნავი გუნდის წევრები, განაგრძეთ ერთმანეთზე ზრუნვა და მესამე, შეინარჩუნეთ თქვენი სიმტკიცე. ჩვენ ვდგავართ ამერიკელი გმირების მხრებზე, რომლებიც ემსახურებოდნენ გამძლეობით, სიმამაცით და ღირსებით. ენდეთ თქვენს საუკეთესო მომზადებას მსოფლიოში. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი მებრძოლებით და ვიცი, რომ ამერიკელებიც იზიარებენ ამ გზნობას. მადლობა და ღმერთი თქვენთან.